გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით ხიარული ფუტკრის გვერდიდან. დღეს ჩვენი სტუმარი იქნება გიორგი ლაკვეხელიანი. გიორგის წარდგენა არ ჭირდება, როგორ ახლა გიორგი? ვარ ახლა ამ წუნების შემდეგ კაი ხასიათზე ვარ უკვე. ვემზადებით აკაციის ღალისთვის. ვემზადებით უკვე დაბლა ზონაში უკვე გაშლილი ყო. ესე იგი, ახლა ჩემი ინტერნეტ მაყურებლებისთვის მქონდა ასეთი ვიდეო მინდოდა რომ ჩამეწერა, რომ კი, გასაგებია, ჩვენ ახლა მარტის დასაწყისიდან, უბარტყობიდან დავიწყეთ კურნალობა, სტროპილელებს ყველა ვერიდებით, მაგრამ შინაგანად ყველა ვემზადებით, რომ ადრე თუ გვიან მოვა ბოლო-ბოლო ყველასთან და ჩვენთანაც მოვა ალბათ ხო, ჩემი არ მოსულა, მაგრამ მოვა ალბათ საწავლო. ხო და მოგვაკითხავს, ხო და ძალიან მინდოდა რომ ჩემი მაყურებლებისთვის ჩამეწერა ესეთი ვიდეო, რომ აი დავიწყეთ გიორგი უბარტყობიდან მარტიდან კურნალობა. მე მაგათ ასე გავაკეთე, რომ იყო უბარტყობა ერთი მუჭა ბარტყი იყო, იქიდან დავიწყე კურნალობა. და მივედი ახლა იმ კურნალობა, მივედი და მოგვიკაკონა კარზე აგერ ახლა აკაციის ღალა, ხო და ახლა როცა ღალა არის, მაშინ კურნალობა უნდა შევწყვიტოთ. ჩვეულებრივი ამბავი არის, ყველა ამის რომ მაშინ კურნალობა არ შეიძლება და თავარ ღალამდე 10 დღით ადრე ყველა კურნალობა უნდა შეწყდეს. ყველა კურნალობა უნდა შეწყდეს 10 დღით ადრე, ხო და კარგი შეწყვეტილი მაქვს ახლა მე კურნალობა, მაგრამ მოვიდა აკაციის ღალა და შემეყარა ტროპილელაფსუსი. რა ვშოვი მაშინ? აი ასეთი შეკითხვით ვარ, პირველი შეკითხვა ეგ იყო. ხო, იყოს პირველი შეკითხვა ეგ. ის რომ ჩვენ სწორი ტექნოლოგია შევქმნით, ეს არის რომ როგორც კი უბარტყობა შევქმნა და ეს არის ყინვები და თოვლი იყო თუ გახსოვს მარტის პერიოდში, მაგდოს ბარტყი გავანადგურე და უმკურნალეთ პრეპარატებით, ნების ყველა პრეპარატი მუშაობს მეტნაკლებად პროცენტებიდან გამომდინარე. და თქვათ მე ხა ვიმეორებ ამას, იმითგან გამომდინარე რომ მსჯელობა გამოვიდეს სწორი. ტროპილელაფსი არ არის რაღაც ვეშაპირო უცებ ეხლა გაჩნდეს ერთი და მე ეს ერთი უცებ მილიონად გადაიქცეს და ეს ფუტკარი გააქროს. ამიტომ აქ თავარი ახლა ჩვენ მე ფუტკერებს და ალბათ ჩვენ მაყურებელს ჩავახედოთ მათემატიკურად. მათემატიკა 2+2 არის 4, ხო? რას იზამს ეს ტროპილელაფსი იმ პერიოდში, რასაც ქვია აკაციის ყვავილობა. აკაციის ყვავილობა გრძელდება 2 კვირა სულ, ეს არის 14-15 დღე. თუ ხევებია და რაღაც მთაში არის, ნუ შეიძლება ცოტა მეტხანს გაგრძელდეს. 2 კვირაში და 1 თვეში ტროპილელაფსი რაღაცაგან ნახოს ყველაფერს ვერ იზამს. ეხლა მოდი ფუტკრის ბიოლოგიაზე, მათემატიკიდან გადავიდეთ ფუტკრის ბიოლოგიაზე. ფუტკრის ბიოლოგია გვეუბნება, რომ განსაკუთრებით კავკასიურ და ქართულ ფუტკარზე მაქვს ლაპარაკი, რომ ფუტკარი როგორც კი მთავარი ღალა დაიწყება და თუ ამიდებმა გაამართლა, დედა ფუტკარს ხვდავენ ფუტკერები. ამოვა ბარტყი, იქვე კვერცხი სანამ დედა ჩადებს, მანამდე თაფს ასხავს. ასე რომ ამას ქვია დედის შეზღუდვა და თუ ეხლა ამ მომენტისთვის 7 რა ჯვა ჩარჩო ბარტყია სკაში, შეიძლება თუ კარგი ღალა წავიდა, შეიძლება მისი რაოდენობა ბარტყის რაოდენობა დავიდეს ისე მინიმუმზე 3-4 ჩარჩოს. ეს ხდება ბუნებრივი. ეს ბუნებრივი თვითონ ოჯახი აკეთებს მაგას. თვითონ ეს არის კავკასიურ ფუტკარს ეს განსაკუთრებით ახასიათებს ეს მომენტი. ესე იგი გამოდის რომ ტროპილელაფსი გაჩნდა და ის რომ გამრავლდეს, მას ჭირდება ბარტყი. არის დიდი რაოდენობის ბარტყი ტროპილელაფსის ჯერია. არის ისე სერიოზობით ვილაპარაკოთ. გაჩნდა ტროპილელაფსუსი და ამ სამ ჩარჩოზე, ამ სამ ჩარჩო ბარტზე ყავს ტროპილელაფსუსის და თქვა მაქსიმალური რაოდენობა როგორც ეხლა მკვლევარები ამბობენ, რაც ჩვენ ხა ინფორმაცია აქვს ტროპილელაფსზე, მაქსიმალური პროცენტული რაოდენობა შეიძლება იყოს 60% დაზიანებული ბარტყის. და თქვა დაუშვათ და 60%-ია. პირველი ვარიანტი. დაზიანდა 2 ჩარჩო. ყველა დაზიანდა. ყველა დაზიანდა. ღალა, აკაციის ღალა როგორც კი დამთავრდება, ბარტყი შემცირებულია, მცირე რაოდენობა გვაქვს, შეგვიძლია თაფლის გამოწვევასთან ერთად ეს ბარტყიანი ჩარჩოები ამოვიღოთ და გავანადგუროთ. კიდე ერთი მნიშვნელოვანი, რა ქვია, კითხვა აწუხებს ხოლმე მეფუტკრეებს და თაფლის მოყვარულებს, ეს ტროპილელაფსუსის ტყიპა თუ აბინძურებს თაფს, თაფს არ აბინძურებს. არაფერი შეხება არ აქვს. წნარად შეგვიძლია ავიღოთ აკაციის მოსავალი. კი, მე უფრო მეტით შევავსებ ეხა ამ ამბავს, რომ არათუ აბინძურებს, არამედ არაფერი საქმე არ აქვს. მას თავდა თაფს საერთოდ არ ეკარება. ის არის ბარტყის მავნებელი. даже ფუტკართან არ მავნებლობს. ფუტკარს ჯერ დაუძვირებელი ინფორმაციით, ფუტკარზე ამხედრდება მაშინ, როდესაც უნდა სხვა სკაში გადავიდეს და ინფექცია, ხო, ის მას ვერ კბეს, ვერ ჩაკბეს, ვერ ლიმფას ვერ გამოწვევს, არა აქვს საწყლეთ საკბეთში მოწყობილობა მაგას აქვს. საწუწნიო მოწყობილობა, რომელიც მხოლოდ ბარტყზე არის რბილი სხეული და იქიდან შეუძლია გამოწვევს. აი, გინდათ, გავაგზავნოთ ახლა ჩვენი სტრატეგია.
დავამთავრეთ აკაციის ღრმა, შიდა დავიღეთ მოსავალი და აი ეს დაავადებული ჩარჩოები ამოვაცალეთ ოჯახს. ამოვაცალეთ და ჩვენ ჩავთვალეთ რომ თქვათ ძალიან დიდი რაოდენობით პრობლემებს ყავს კაში. ამოვიღეთ ეს ჩარჩოები გავანადგურეთ და თუ დაუშვათ და ამხედრებულია 1 და 2 წელი ფუტკარზე რომელიმე პრეპარატი. კიდევ ერთხელ ყველა პრეპარატი მუშაობს ჩვენთვის დღეს ცნობილი. ეს არის ტაუფლოვავინატი, ფლუმეტრინი, ამიტრაზი, ჭიანჭემჟავა, ყველა მუშაობს. ოღონდ პროცენტობაა ცოტა სხვადასხვა. ნებისმიერი პრეპარატი ჩავატაროთ. ჩვენთვის კარგად ცნობილი პროცედურა ამ პრეპარატებით და დამთავრებულია, ტროპი ჩვენ არ აქვს. გასაგებია. და დაუშვათ და მეორე ვარიანტი გვაქვს. ახალი შემჩნეული ყავდა საწყისი ფორმა, არ არის გენერალიზებული ფორმა, მარტო არ არის დაზიანებული და შევამჩნიეთ ამ შემთხვევაში ავშვებით. ჩვენ გვაქვს არჩევანი, ზუსტად იგივე პროცედურა გავაკეთოთ, ან მეორე ვარიანტი ეს ბარტყი ამოსვათ ზედმსტომ ფუტკართან ერთად დედის გარეშე. დედის გარეშე. ჩავასახლოთ ახალი, გავაკეთოთ ნაკრები ნაყარი, რამოდენიმე სკიდან 3 აგი რამოვიღოთ, 3 აგი რამოვიღოთ, 3 აგი რამოვიღოთ, ნაკრები ნაყარი და თავისით მივცეთ დედის გამოყვანის საშუალება. გამოდის რომ 27 დღის განმავლობაში, სანამ ეს დედა კვესკებას დაიწყებს ახალი დედა, ეს ბარტყი სულ ყველა გამოიჩეკება. გამოიჩეკება სულ ყველა და ჩავატაროთ მაშინ ერთი მკურნალობა და ჩათვალეთ რომ ტროპლელებში ამაში მაგრამ ესე იგი, როდესაც აკაციის მოსავალს ავიღებთ, სასწრაფოდ არის დასაწყები ეს მოქმედებები. სასწრაფოდ. სასწრაფოდ არის. კი. მაგრამ ეგ უნდა გააკეთოს ყველა. ჩემთან არ მოვა. ეს უკვე თეორია. ყველასთან მოვა, იმიტომ რომ მე მაგალითად შემიძლია მოვიტანო ასეთი მაგალითი 22 წელში როგორც კი შევიდა ავსტრალიაში ვარუატოზი გამოაცხადეს კარანტინი ავსტრალიის სადრომად დამეწუნეთ ეხლა ჩვენ ყავს რამოდენიმე 2-3 ადამიანი რომლებიც ვეტერინარი მეფუტკრე ვეტერინარები არიან და ავსტრალიაში ხალხო ყველა სოფელს და ყველა დასახლებული პუნქტში მინიმუმ 2-3 მაინც არის ასეთი რომლებიც გამოაცხადეს კარანტინი და დაიწყეს განადგურება დაწვა და ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვაქცევით ყურადღებას როგორი უმართავი გახდა და ბოლოს მე არ უშველა კარანტინი იმიტომ რომ ეს ბუნებრივად გადადის იმიტომ რომ აი კარანტინი როდესაც გახდება მესაქონლეობაში საჭირო თქვა ციმბირის ყულის გამო ფენას არ იცის ამ ზროხამ და ის იქვე შეუძლია კარანტინის შედეგად დაწვა განადგურონ და რა ფუტკარი დაფრინავს მას შეუძლია გაჭირების თქვა მშიერი ნაყარი გააკეთოს შეუძლია ჩვეულებრივი ნაყარი გააკეთოს ან ჩვეულებრივად გადააბრძოლოს გავრცელება არის უმართავი ფაქტიურად კარანტინს აზრი აქვს დაკარგული, იმიტომ რომ ის ჩვეულებრივად გადადის ფუტკრის საშუალებით. აიგენაც არის. ახლა ჩავატარეთ, ესე იგი მივყოვით რა ჩვენ სტრატეგიას, რას უნდა გავაკეთოთ. ევიღეთ მოსავალი, ჩავატარეთ კურნალობა, იქ დედის იზოლაციაზე იყო კიდე საუბარი და აი საქმე ისაა, რომ მეგობრებო, აკაციის ღარის დასრულებისთანავე ძალიან მალე იწყება წაბლის და ცაცქვის ღარა. აი როგორ ვთქვით, ახლა წაბლის და ცაცქვის ღარს. ფუტკარი დაავადებული არის. მოდი ჩვენ ახლა რეალობიდან გამომდინარე გავდით. წლევანდელი წელი ეს იქნება ექსპერიმენტების წელი. მაყურებელმა ეს უნდა იცოდეს, იმიტომ რომ მე ფუტკრებმა განსაკუთრებით, რომ წლევანდელი წელი იქნება ექსპერიმენტების წელი. გვექნება წარმატებაც, გვექნება მარცხიც. და მარცხი იმედიან არ იქნება, იმიტომ რომ ვინც ჩვენ გვიყურებს, ვინც მხიარულ ფუტკარს უყურებს და ზოგადად სოციალურ ქსელს აქცევს ყურადღებას იქ არის რაღაცა ინფორმაციები, რაღაცა ზოგადი ტექნოლოგიები, რომელიც დახვეწა შეიძლება. მაგრამ მე ხარ რატო დავიწყე ამ თემაზე ლაპარაკი, რომ წლევანდელი წელი ეს რატო არის ექსპერიმენტების ჩვენ ეს ზუსტი გზამკვლევი არ აქვს. ზუსტად არ ვიცით და ვინაც გაიარა ეს თქვა ჩინეთში არის მაგალითად იქ ფუტკრის რაოდენობა შეამცირა ხალხმა, სკის რაოდენობა შეამცირა ხალხმა, იმიტომ რომ ცოტა ბარტყი, ცოტა ტროპლელაპსუსი, ადვილი სამართავია ტროპლელაპსუსი და როცა ჩვენ ახლა საკითხს ასე ვაყენებთ, რომ გაგვიჩნდება ჩვენ ტროპლელაპსი ახლა რა ვშვებით, ვერაფერს არ ვშვებით. შეიძლება ჩვენ ცაცხვი და წაბლი დავკარგოთ. ხო, მაგის ხალხი შეიძლება თუ გენერალიზირებული ფორმაა და ის რაც მურიკომ გააკეთა მარტში, ის არ გააკეთა იმე ფუტკრემ და მას არაწინა დღეს დაფიქსირებული, არამედ ერთი თვით დაფიქსირებული აქვს. ის მთლიანად დაკარგავს შეშობმეს, ესე იგი გამოდის რომ ყველა ვარიანტში თუ მაგალითად მეფუტკრე იღებდა სიტყვაზე 20 ლიტრ თაფს სკიდან წაბლისას, ვიღებთ 7-8. აიღოთ 7-8 და ფუტკარი არ დაგროვოს. იმიტომ რეალურად არის შანსი რომ ის რაც შენ გააკეთე შენ საფუტკრეში, იმას მარტში, თქვა იმ თოვლი როგორც კი დამთავრდა და ბარტყი გაიმეტე,
თუ მან არ გააკეთა და მასთან არის ტროპი, იმის მე არის მარტი, აპრილი და მაისის ალბათ 10-15-მდე. თვენახევარი ორ თვეში ეს ფუტკარი იღუპება. გამოდისო დღევანდელი ჩვენი ჩანაწერი კიდევ ერთხელ გააფრთხილებს მე ფუტკრებს. ჩემო კარგებო, ტროპლაპსი კი არ არის საფრთხე. საფრთხე არის რომ ვერ ხედავ ტროპლაპს. თუ დაინახეთ ტროპლაპსი ყველა პრობლემა მოხსნილი. ამიტომ უნდა ვიცებოთ. და ისო ჩვენ ცაცხვი და წაბლზე ორიენტირებას ვერ გავაკეთებთ, მოძებნით ხალხს სხვა შესრულება და იქნება. დედის იზოლირება ახსენე შემურიკო და მოდი მაგაზე ერთი სიტყვით ვიტყვის, აი როგორ წარმოგიდგენიათ ახლა თქვენ 2-3 სართულიან დადანის კაში მოძებნო დედა. ტექნიკურად იქ ამ მომენტისთვის ძალიან რთულია, მაგრამ როდესაც ჩვენ მივართ ივლისი-აგვისტოზე და ალბათ იმედი მაქვს მორიკო ამ თემაზეც გააკეთებს იმ მოხილვას, იქ აუცილებელიც კი შეიძლება გახდეს დედების იზოლირება. მაგე უკვე წაბლის შემდეგ. წაბლის შემდეგ, როცა ჩვენ უკვე ზამთრისთვის ვიტყვებ მზადებას და რაგინ გასაკვირი არ უნდა იყოს, ფუტკრები მზადებას იწყებენ ზამთრისთვის ივლისი-აგვისტოში. მიზანი არის მაინც ამ მიზანი ამ ვიდეოს ისაა, რომ მოსავალი ავიღოთ აკაცის. კარგად. მე ცაცხვი და წაბლი ავიღო, შევხვდეთ ცაცხვი და წაბლის ამ დასუსტებული და ოჯახით შეძლებს დაგვარად კარგად. მერე წაბლის მოსავალი ავიღოთ და მერე ჩავატაროთ ერთი საკონტროლო მკურნალობა, რომ ეს შემოდგომაზე უკვე უდიდობა არაა პრობლემა და ხო, არა, ეგ ყველაზე მაგარი მეთოდი იცი, ალბათ წინ გასწრება გამოდის მოვლენებისთვის, როდესაც ჩვენ მივადგებით ნოემბერ-დეკემბერს, იქ არის ერთი ყველაზე ოქრო მომენტი, როდესაც უბარტყობა არ არის, მაგრამ იმდენად მცირე რაოდენობის ბარტყია, აი იმ ბარტყზე ზემოქმედება ფაქტიურად კლიანად შეთვის სურათს და ამიტომ არის სწორად რომ ყველა განცხადება რომელიც მე პირადად გამკეთებია ყველას ვეუბნები მარტო ჭიქით ნუ დაჯდებით მეზობლები მე ფუტკრები ერთად აი ამ მომენტში დაჯექით რომ ეს პროცედურა ნოემბერ-დეკემბერში ყველამ ერთად გააკეთეთ და დამეწმუნეთ პრობლემაფსი თუ ამას დასავლეთ საქართველოს ამ მომენტში ყველა ერთდროულად გააკეთებს ნოემბერ-დეკემბერში პრობლემაფსი შეიძლება გაქრეს ну ახლა მე ვლაპარაკობ დღეში ნაყარში რო იქნება ტროპლაპსი მე ვლაპარაკობ უკვე იმ ზონაში სადაც თქვენ ცხოვრობთ ესე იგი კიდევ ერთხელ გეუბნებათ განძლევთ შანსს ბუნება და სამყარო და ღმერთი რომ დაჯექით ხალხო ერთად და ტროპლაპსი არ არის დაუმარცხებელი რაღაც უკეთდება ვაროა უფრო საშინელება გასაგები უბრალოდ რომ ვაროა ვიცით ეს არ ვიცით და იმიტოა ჩვენი ბუად გვეჩვენება და მაგრამ თუ ამას თქვენ არ გააკეთებთ ხალხო და ის ძალიან რაღაცნაირად ამ დროს ტირაჟირებულია რომ 50 ფუტკრის ოჯახი 50% დაიღუპება იმიტომ რომ თქვენს კას არ ჩახედეთ თვეში ერთხელ მაინც დაიღუპება ის ვინც ამას გულთან არ მიიტანს ამ ყველაფერ ამ გაფრთხილებას დაიღუპება და მერე უკვე დაფიქრება გვიან იქნება აი ახლა ასეთი შეკითხვა შეიძლება ჩემსავით ახლა რომელიმე მეფუტკრე გამორჩა ხედულობიდან ან ვერ მეიცანა ან რაღაცა და მარტიდან არ დაიწყო კურნალობა ხო და ახლა ცოტა მოუმზადებლად არის შეხვედრები ამ აკაციის ღარას ამ ადამიანს რა ურჩიოთ ხო ეხლა ჩვენ რო დავიწყოთ ეხლა ქიმიური პრეპარატები აკაციის ყვავილობამდე 10 დღით ზოგადად დიდი ღალის წინ 10 დღით ადრე უნდა შეწყდეს ყველანაირი ქიმიური პრეპარატების გამოყენება თორე რო არ იყოს ღალა, მაშინ ვეტყოდით რამოდენიმე პრეპარატს, რომელიც ხანგრძლივი მოქმედების არის. ეგ შეიძლება იყოს ამეტრაზე შემცველი, ტაუფლუამინატის ფულმეტრიის შემცველი, მაგრამ ეს გვიშლის ხელს, რომ ჩვენ დათაფლის დაბინძურება არ გამოვიწვიოთ, ხო? ესე იგი გამოდის, რომ ჩვენ ახლა ჩიხში ვართ. რომ მას გამორჩა, ტროპლაპსი ამ დროს უკვე გენერალიზირებული ფორმა, უკვე დიდი რაოდენობითაა და შეიძლება აკაციის ყვავილობაც ვერაფერი შედეგი ვერ დადოს. გამერწმუნეთ ხალხო, თუ არის უკვე 10 და 15 და 20%-ზე მეტი ბარტყი დაზიანებული, ის თაფსაც ვერ მოგიტანს. აი ხო, ფუტკარი არის. შანსი არ არსებობს თაფლი მოგიტანოს. ამ დროს ახლა რავშვებით. კარგი კითხვა იყო, ხო? რავშვებით და იგივე პროცედურაა შესაძლებელი. წავართვათ ბარტყი, აკაციის ღალას ვერ ევიღეთ რა. აკაციის. არა, ღალას აღარ არის ხალხო ლაპარაკი. აქ არის უკვე ფუტკრის გადარჩენაზე, მაგრამ აკაციის ღალას ვარ ავიღებთ, ჩვენ გვეყოლება უცვეთი ფუტკარი ფაქტიურად და შეგვიძლია გადავყავოთ. შეგვიძლია ესე გამოვტოვეთ, მოკლედ ამნაირი შემთხვევაში აკაციის ღალას ფუტკარს შევინარჩუნებთ და მომემზადებით, რომ არა, ჩვენ მაყურებელს შეუძლია არ დაგვეთანხმოს, შეუძლია არ დაგვეთანხმოს, უბრალოდ ყველა ვარიანტში მან უნდა შექმნას უბარტყო პერიოდი და
აპის დორსატა, რომელზეც ეგ არის მისი სამშობლოა, მისი მშობლიური რა ქვია, საცხოვრებელი, ეს არის დიდი გიგანტური ფუტკარი, რომელიც არის სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში, ინდოეთი და ეს შრი-ლანკა და ვიეტნამი და ამ ტერიტორიაზე. იქ ბუნებრივად როგორ არის? აი ეს რომელი წერია, რომელი ფუტკარია, იცი? აი დიდი ფუტკარი YouTube-ზე და ხშირად ტელევიზიებში აჩვენებენ დიდ ფუტკარს, რომელიც კლდეზეა ასეთი იგი ჩამოკიდებული და თოკით ადის მეფუტკრეები და ასე დიდი დამით რო არის. აი ეს არის დორსატა. ის აშვება. როგორც კი შეატყობს, რომ ეს მავნებელი უკვე კრიტიკულ ზღვარზე ბევრია, მიატოვებს ბუდეს, სხვაგან წავა, დაახლოებით რაღაც პერიოდის განმავლობაში დაყოვნდება და ჩვენ კარგად ვიცით, რომ უბარტყობა, წამლის გარეშეც უხშექმნილი უბარტყობა, საერთოდ ფუსკაში ბარტყა თუ არ არის, ეს მავნებელი მისი კვდება. 2-დან მაქსიმუმ 8-10 დღე ჭირდება, რომ ბარტყი არ იყოს. ეს დორსატა წავა, სადმე ხელზე ჩამოიკიდება, ამ ხნის განმავლობაში ის ბუდეს არ აშენებს. ამ იმის შემდეგ, გავლის შემდეგ, ამ 10 დღის გავლის შემდეგ დაიწყებს ბუდის შენებლობას. ხედავთ ის როგორ არის? თვითონ ქმნის ბუნებრივ თავისი თეორიებზოლება. და ამიტომ ეხლა ჩვენ რო დავიწყოთ, ეხლა მანდამაინ ქიმია არ ჭირდება ქიმია ამას. უბრალოდ ტექნოლოგია უნდა გავწეროთ სწორად, რამდენად უნდა მოვარგოთ ეგ ჩვენს. ესე იგი, თუ ჩავარდება, ესე იგი, ასეთი მეფუტკრეებისთვის ახაც ეხლა რო ახსნით. თუ ჩავარდება თქვენთვის აკაციის ღარა, ეს ტრაგედია არ არის. ჩავატარეთ იგივე მოქმედებას და მომზადებულად შევხვდებით წაბლის ღარას. წაბლის მოსავალს ავიღეთ. ხო, იმდენს შეიძლება ვერ ავიღეთ, იმიტომ რომ მაგრამ თუ ვიღებდით 20 ლიტრს პირობითად ვამბობთ, აიღებ 10 litrს, მაგრამ ფუტკარი არ დაკარგო, თავარი ეგ არის. ხო, ახლა კიდევ შემდეგი შეკითხვა. გადავდივართ ახლა თან ეტაპობრივად და ნაბიჯ-ნაბიჯ სტრატეგიას განვიხილოთ, მოკლედ. ავიღეთ წაბლის მოსავალი. ბუნებაში არის 40 გრადუსის სიცხე. დავშოვთ ახლა რომელი პრეპარატი მოქმედებს? ხო. ეხლა უკვე მივედით ყველაზე ალბათ ყველაზე ძვირფას მომენტში და ამხელა ინფორმაცია საერთოდ ჯამში ჩვენ მაყურებელს ხო არ გადაჭრავს, იმიტომ რომ ხალხო ის ასე მე ხარ ლაპარაკობ, ეგ არის 1 წლის დაკვირვების შედეგი და ინტერნეტში არსებული სივრცის ანალიზი. ეგ არ არის მე ჩემთან დაფიქსირ და ჩვენ ჩვეულებრივად ბარტყი წავართვით და ჩვეულებრივად შევწამლებთ ერთხელ და ნამთავრდავად არის იქ მე თვალით არ გვინახავს იტოპლებს. შეიძლება კაცი შემდეგ იქ დაფიქსირდეს, ამიტომ იქიდან მე მთავრობას იმ ზონიდან იმ საფუტკრის არ ვაპირებ, სხვასთან მუდმივი კონტროლის ქვეშ დანარჩენი 6 საფუტკრე და ჯერჯერობით იქ არ აქვს, ხო? მაგრამ როდესაც ჩვენ მივადგებით უკვე დამთავრდა უკვე ღალიანობა და ბევრისთვის შემოდგომა და ზამთარი იწყება ნოემბერ-დეკემბერში. ფუტკრისთვის ეს ასე არ არის. ფუტკრე ზამთრისთვის მზადებას იწყებს აგვისტო, ივლისის ბოლო, აგვისტო, სექტემბერში. ამ დროს იბადება ის ფუტკარი, რომელმაც ზამთარი უნდა გაიაროს. მოზამთრე ფუტკარი. მოზამთრე ფუტკარი. ცხიმოვანი სხეული ღირი. ცხიმოვანი სხეული დაგროვებული, ჯანსაღი, ხარისხიანი ფუტკრის დაგროვება ამ პერიოდში ხდება. როდესაც თავი ეს ღალა დამთავრდება, მეორე ღალა, და თუ ჩვენ მესამე ღალაზე ალპურ ზონაში გადაყვანას არ ვაპირებთ, მაშინ ერთადერთი სწორი გამოსავალი არის რა? უბარტყობის ხელოვნურად შექმნა. დავატყობთ დედას. შეიძლება დედა დავარტყოთ, შეიძლება ეს ბარტყი ყველა წავართო და ცალკე დასახლება გავაკეთოთ, ჩვენ ამით მინიმუმ 30%-ით გავვიდეთ ჩვენი საფუტკრის რაოდენობას. მეთოდი არის ბევრი, სულ არ არის ქიმია საჭირო. თუ დედების იზოლირებას გავაკეთებთ ხალხო, მოდი მათემატიკას დავუყურეთ ის. 25 დღეს დედის იზოლირებიდან ჩვენ სკაში ბარტყი საერთოდ არ არის. ამას დავუმატეთ მაქსიმუმ 10 დღე, რომელიც შიმშილით კლავს ტოპლებს. ხო, შიმშილით. რა გამოვიდა? 35 დღე ძალიან ცუდი ციფრია, მაგრამ მე მაგალითად შევამცირებ ამას. როგორ? 21 დღეს იბადება ბოლო ფუტკარი? არა, მუშა ფუტკარი იბადება 21 დღეს. ამოვიღე მე სათეთაო ჩარჩოებ და ამ მამალი ბარტყი, რომელიც აი იმას გავანადგურებ, ჩავსრისა. ცოტა იქნება. უღალობა ამ დროს უკვე ფაქტიურად საკვების დეფიციტია, დაბლა ზონაში განსაკუთრებით და ამ ბარტყს გადავათვლი. 21 დღეს დამატებული მე 8 დღე, გამევიდა 30 დღე გამოდის. ასე რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, შეიძლება უფრო მეტიც შევამციროთ. 2 კვირა დავატყობ დედას და მე რაც მცირე რაოდენობის ბარტყი დადება, იმას გავწირავ. და გავანადგურებ. კიდევ არის ერთი ვარიანტი, ხანძრივი მოქმედების რომელიმე პრეპარატი. ამიტომ ფირფიტებზე მაქვს ლაპარაკი, ფირფიტები მე ალბათ რეკომენდაციას უფრო გავცემ PVH, ეს არის პლასმასის ფირფიტები, სპეციალური ტექნოლოგიები, ცოტა ძვირია, მაგრამ ეს უფრო დიდხანს მუშაობს. ჭიანჭველამჟავა არ იმუშავებს მაგ დროს.
არც ისინი არ მუშაობენ მაღალ ტემპერატურაზე. ასიგენი არ მუშაობენ. უყურებთ, როგორც კი 25 გრადუს ზევით ადის, არც ერთი პრეპარატი, რა ჩვენ ქიმიური პრეპარატები გვაქვს არ მუშაობს. რატო? მაღალ ტემპერატურის გამო შოკური ისი ხდება, აორთქლება ხდება, ერთი მოქმედებს და всё. ამ დროს ჩვენი მიზანი რა არის, რომ იმაში მუდმივად იყოს პრეპარატი, თქვა ერთი კვირა, ორი კვირა, სამი კვირა, რომ რამდენი გამოვა ეს მავნებელი იმდენი და მოკლას. ხო. ჭიანჭველის ჟავაც ანალოგიურად იქცევა. ეხლა მინდის რაღაცა არის რომ რაღაც მინერალებით შეიძლება გაიჟღინთოს ეგ ჭიანჭველის ჟავით და ის ტემპერატურაზე გავლენა არ ექნება, გასცემს დღეში თქვა 5 გრამი, 10 გრამი, 15 გრამს. ეგ ჯერ კვლევის ფაზაშია და ნუ ეხლა მაგას რო გვიჩვენებს, მაგრამ ამ ეტაპზე ხალხო ჩვენ არჩევანი გვაქვს. თავარია ჩვენ ეს გაზაფხული გადავლახოთ. თუ გაზაფხული გადავლახეთ, არის ეხლა მეგობრები, რომლებიც ერთი წუთი დაუდასტურდა, თქვენ წარმოიდგინეთ გენერალიზირებული ფორმაც კი იყო, ძალიან გავრცელებული. ძალიან გავრცელებული, მარტივი რაღაცა გააკეთა, ყველა ბარტყი. ამოიღო, გადაადნო, არ ჭირდებოდა გადადნობა, მაგრამ მაინც არ მასწავლე, გადაადნო, ამას ერთხელ უმკურნალო და ეხლა კაცი მეუნება, აკაციის ღალატს ველოდებია. ესე იგი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ხო. საფრთხე ტოპლელაპსი მაშინ არის, როდესაც ჩვენს კაში ამას არ ვეცებთ. თუ დავინახეთ, ყველა პრობლემა მოხსნილია. გასაგებია. მოკლედ ასე არის მეგობრებო საქმე და ერთს ვიტყვი კიდევ რომ ეს ტროპილელაპსოზი მეფუტკრეობაში ძალიან ბევრ რამეს შეცვლის. კურნალობაშიც, მომლაშიც, პატრონობაშიც, მოსავლზაღებაში, თაბარობაშიც ბევრ რამეს შეცვლის. მეფუტკრეების რაოდენობაში. მეფუტკრეობის რაოდენობაშიც შეიძლება ხო და უბრალოდ ყველას წარმატებებს გისურვებთ ხო და თავარია არ გამოგრჩეთ, როგორც გიორგი თქვა, არ გამოგრჩეთ და მიაქციეთ ყურადღება. ხო, ძალიან მტკივნეული, რაგი მტკივნეული არ უნდა იყოს ის ადამიანები, რომლებიც ფუტკრის ოჯახებისთვის ვერ მოიცლიან, იმათ მოვუწევთ ამაზე დამშვიდობება. ეს ჩემი სურვილი კი არ არის. თავის ეს მოხდება. თავი ერთხელ მოვარწევს, კიდო გააჩენს და დროს ვერ გამონახავს, კიდო დაეღუპება და ბოლო და დაანებებს თავს. დაანებებს თავს. ასე რომ ეგ ცუდია. ხო. ცუდია, ძალიან დალოცული მწერია და წარმოიდგინეთ ეხლა ამის ყოლა მინდა ოჯახში, მაგრამ მე რო არა. ხო, ეს გინდა არ გინდა ამას გაცხრილავს და ასეთი პროცესი იყო 80-იან წლებში, 70-იან წლების მიწურულს, როცა ვაროა შემოვიდა, ეს პროცესები იყო 90-იან წლებში, ეს პროცესი იყო 2000 წლის 90-იანების მიწურულს, როდესაც მასიურად გაწყდა, რომ ვაროამ რაღაც შეიცვალა, რაღაცა სხვა ფორმით წამოვიდა. გაქრა მეფუტკრეები, ეხლა ისევ წამოვიდა, მე ეხლა ტოპლელაპსი დახევს. ამას ეს ჩვეულებრივი ბუნებრივი პროცესია. არ მოგიწევთ ხალხო მეფუტკრეობაზე დანება თავი, ჩაიხედეთ სკეპში. თუ იქნებით ყურადღებით. მოკლედ ჩაიხედეთ სკეპში. წარმატებები უსურვოთ ყველას. თუ რამე შეკითხვები გექნებათ, შეგიძლიათ ამ ვიდეოს ქვემოთ დააკომენტაროთ. ან მე გაგცეთ პასუხს, ან გიორგი გაგცეთ პასუხს, ან მოკლედ ვიღაცა და შემოვა და ნახავს და კომპეტენტური პიროვნება ნახავს და გაგცეთ აუცილებლად პასუხს. მოკლედ უპასუხოთ, არ დარჩებით. მე ყველა კომენტარს ვკითხულობ, ვცდილობ ყველას პასუხები მივაწოდო. გიორგის მადლობას ვუხდი. ხო და წარმატებებს მადლობა მაყურებელს, რომელსაც ეყო ეხა ნებისყოფა და ჩვენთვის როგორიც გამოიწერეთ არხი და დაალაიქეთ ვიდეო. დიდი მადლობა ყველას. დაალაიქეთ მხიარული ფუტკარი.